დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. ხვალკის საუფლო დღეს იზეიმებს. მირქმა, ანუ მიგებება უფლისა 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. სახარების მიხედვით ამ დღეს ღრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი ანგელოზის სიტყვისამებრ 3.5 საუკუნეზე მეტხანს ელოდა. წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება და მაცხოვარი თავის მკლავზე მიირქვა. 15 თებერვალს არის უდიდესი საუფლო დღესასწაულის ხსენება მირქმა და თქვენ ვიცით რომ მირქმის დღესასწაული ეწოდება ღმერთის და ადამიანის შეხვედრად და სვიმონ მირქმელმა ღმერთი ჩვილობაში მიირქვა და შემდეგი სიტყვით აც განუტევე მონა შენ მეუფოს წყვილებს შენისა და ჩვენ ყველა უნდა გვახსოვდეს ყველას რომ დიდი მოწყალია ღმერთი თითოეული ჩვენგანისაც განკაცდა და უნდა გვახსოვდეს ყველას რომ თუ კი სვიმონ მირქმელთან მივიდა და გულში მიიყრდნო სვიმონ მირქმელმა მაცხოვარი თითოეული ჩვენგანიც უნდა ველოდეთ და შრომობდეთ და მოღვაწეობდეთ რომ ყველა აუცილებლად შევხვდებით ღმერთს და ამისთვის უნდა შრომობდეთ ამისთვის უნდა ვიღვწოდეთ ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ და მე ყველას გილოცავთ და უნდა ვემზადებოდეთ ამ დღესასწაულისთვის და ყოველი ჩვენი წირვა არის ღმერთთან შეხვედრა. სვიმონ მირქმელი განკაცებულ ღმერთთან შეხვდა და ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენი ყოველი წირვაზე და ზიარება ეს არის მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სისხლის და ხორცის ზიარება და ამისთვის თითოეული ჩვენგან უნდა ვემზადებოდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ყველას გილოცავთ და გისურვებთ რომ ყველა შევხვედროდით პირნათლად მაცხოვარ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს.